ბათუმელები ჩიტეიშვილმა ვერ გააკეთა გადაცემა, დროა გავიცნოთ გუნდების შემადგენლობის ალბათ და თან მივყვეთ აქცვლილებებსაც. სინჯგია აქ ჯერ კარგი საჯარიმოში შედის რეზი, დარტყმა და ცდება ბურთი პირველი ძალიან სახიფათო იერიში ბათუმის დინამოს. გარეჯის ძალიან სახიფათო შეტევა და დარტყმაც სახიფათო იყო კუპატაძე. ახლო ხედით დოშვილი შემდეგ გონგოლოს დარტყმა და ბამბოკი ურტყამდა უკაცრავად არა გონგოლო. გოგობერიშვილიც გვიჩვენეს. ფანს ბამბოკი აი ესე ურტყამდა და კუპატაძეს უთამაშია ამ ბურთზე. ახლა კუთხური მოაწოდეს და კუპატაძის სეივი კიდევ ერთი ამ შემთხვევაში მცველები ცოტა შეუთანხმებლად თამაშობენ იქ ბურთი ჩააბარეს შემტევს კუპატაძე ანიშნებს რომ უნდა დამშვიდნენ მცველები ნახოთ შემდეგ ვაჰაბი აქვს საგოლე გადაცემას აკეთებს ბლესაზე და ჯალენ ბლესას კიდევ ერთი გოლი ეს იყო მთელი ამბავი ალბათ რაც მოხდა მეტოქის საჯარიმოში გაურკვევლობა ცოტა დეზორიენტირება მეტოქის იმ შეხლა შემოხლამაც იქონია გავლენა ვფიქრობ ამ ეპიზოდზე და ესეც არის გობერიშვილი ბურთი დაიტოვა გარეჯმა ვახობედოშვილი აქედან კარში დაარტყამს და კუპატაძე მოიგერიებს ბედოშვილის აი ამ დარტყმას შეტევა ვნახოთ ჯერჩი ტეიშვილი კი არა და ინჯგია იყო შემდეგ მარა დარტყმა გამოტანილია ბურთი კიდევ ერთი შეტევა არა მილჩენკომ ვეღარ გააგრძელა ეს მილჩენკომ უბრალოდ შეტევა ხო ჩაჟიაზე გეუბნებოდით და ამასობაში კინაღამ მეორე გოლი გაიტანა ბათუმის დინამომ ბათუმელები იქნებიან ისევ ბურთით და უერთი მარა საკმაოდ კარგად მიიწევს წინ წულუკიძეზე გადაცემა წულუკიძე დარტყმა და ცდება ბურთი ამ შემთხვევაში გარეჯის კარს კუპატაძე მოგერიებულია ეს შეტევა და პენალტი ბათუმის დინამოს კარში 74 წუთზე ვახობედოშვილმა გამოიმუშავა და გამოიმუშავეს ეს უფლება მთლიანად სტუმრებმა ვნახოთ აქ წინა ეპიზოდი ვაჰაბი ფეხი გამოუდო ბედოშვილს აშკარა აქ თამაშისების დარღვევა გამორბენა აპავა დარტყმა და ერთი ხდება ანგარიში მატჩის 78 წუთზე ზუსტად შეასრულა ლევან პაპავამ ვერაფერმა ვერ იმოქმედა მასზე პაულაუსკასი ახტა ფოფანა ბურთით ჩაწოდება კიდევ ერთი დარტყმა არა უნდა დაეთმო ქაფიანიძისთვის პაულაუსკას მომას ვარდნაში დაარტყა ესე უკანა ხედვაც არ ქონდა ალბათ კარგი ვერდიმარა ეს პასი ზუსტია ფოფანა კარში დარტყმა კიდევ ერთი მცდელობაა ბათუმელთა მიერ კარში დარტყმის ფოფანას შეეძლო აქ გოლის გატანა ფუტკარაძე ბოლომდე იბრძოლა ვარდნაში